ოცნების იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გდანის ციხის საკანში მომხდარი არა გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმა, არამედ დაპირისპირება იყო. რეჟიმმა ეს ვერსია თავდაპირველად პროპაგანდისტულ ტელევიზიებს დღეს ივანიშვილის ყოფილ ფინანსისტზე ფიზიკური ანგარიშწორებიდან 1 კვირის შემდეგ გაავრცელებინა. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვენ, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს. თავდასხმის საქმეზე კითხვები თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გამომძიებელმა მხოლოდ დღეს დაუსვა. გამომძიებელი ოცნების იუსტიციის სამინისტროდან იყო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ამ უწყებას დაქვემდებარებულ ციხეში მოხვდა. სალომე ლაბაძე აგრძელებს თემაზე დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. გამომძიებელი იუსტიციის სამინისტროდან დღეს გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს შეკითხვებს 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უსვამდა ამ პროცესს ბაჩიაშვილის ადვოკატების ესწრებოდნენ. სწორედ უფლებადამცველებისგან გავიგეთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სამინისტროს წარმომადგენელს იმის მიუხედავად, რომ ბაჩიაშვილი ითხოვს, რომ სამინისტრომ აღარ გააგრძელოს გამოძიება და ეს საქმე გადაბარდეს პროკურატურას, მიეწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია მასზე თავდასხმის შესახებ და ისეთი დეტალებიც კი გაუმხილა, რომელთა შესახებაც ბაჩიაშვილს საკუთარ წერილშიც კი არ აღუნიშნავს. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანდოდ მიიჩნევენ გამოძიებას ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები, მათ მოთხოვნად ისევ რჩება, რომ ამ საქმის გამოძიება გააგრძელოს საქართველოს პროკურატურამ. ორშაბათს პროკურატურას გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები მიმართავენ კიდევ ერთი მოთხოვნით, მათი მოთხოვნაა, რომ ბაჩიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, რადგან სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი, როგორც ადვოკატები ამბობენ, იმის გარკვევა დევს თუ არა საქმეში ვიდეო კამერების ჩანაწერები. ეს წესით მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს და სწორედ ამ ჩანაწერებით უნდა დადასტურდეს ბაჩიაშვილის ადვოკატების განმარტებით ოლიგარქის ყოფილი ფინანსისტის მონათხრობის სისწორეც, ანუ ამ ჩანაწერებში უნდა იყოს ასახული მასზე თავდასხმის ეპიზოდიც, რამდენიმე დღით ადრე კი ის შემთხვევაც, რომელიც ბაჩიაშვილმა საკუთარ წერილში აღწერა, როცა ის გლდანის ციხის უფროსმა საკუთარ კაბინეტში მიიყვანა და ურჩია იქ ოლიგარქის მოთხოვნების დაკმაყოფილება. დევს თუ არა ეს ჩანაწერები საქმეში, ამის შესახებ ბუნებრივია, რომ დღეს შეკითხვა ყოფილი ფინანსისტის ადვოკატებმა დაუსვეს იუსტიციის სამინისტროს გამომძიებელსაც, თუმცა იმის გამო, რომ არ აქვს დაზარალებული სტატუსი ამ დროისთვის გიორგი ბაჩიაშვილს, ამის შესახებ მათ ინფორმაცია ვერ მიიღეს. უკვე პროცესის დასრულების შემდეგ, როცა ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებს, მათ ინფორმაცია მივაწოდეთ იმ ცნობების შესახებაც, რომელიც დღეს აქტიურად ვრცელდება სამთავრობო მედიების გამოყენებით. მაყურებელს განმომარტოთ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ სწორედ საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიების გამოყენებით გაავრცელა ინფორმაცია იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს თავს დაესხა და თქვა, რომ ეს პირიც ახლა მკურნალობას აგრძელებს სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ინფორმაციის გავრცელება შემთხვევითი არ არის ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით და მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმა წარმოაჩინოს ორ პირს შორის დაპირისპირებად, ორ პატიმარს შორის დაპირისპირებად და სწორედ ასე მიაწოდოს ის საზოგადოებას. გამოკითხვა იყო ძალიან დეტალური, ფაქტობრივად გრძელდებოდა თითქმის 5 საათი, შესაბამისად ყველა დეტალი, მათ შორის ისეთი ნიუანსები, რომელიც შესაძლებელია იმ განცხადებაში არ ეწერა, რაც თავდაპირველად გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმა, მიაწოდა ეს ინფორმაცია სრულად გამომძიებელს. ცხადია, ჩვენ დავინტერესდით, ამოღებული და დაარქივებული არის თუ არა კამერის ჩანაწერები, რაზეც პასუხი ამომწურავი ვერ მივიღეთ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სანამ გიორგი არ იქნება ცნობილი დაზარალებულად, ჩვენ არ წარმოვადგენთ მხარეს და სამართლებრივად არ შეგვიძლია ამ ინფორმაციის მოთხოვნა. თუმცა ვაპირებთ უკვე ორშაბათს მივმართოთ განცხადებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და თუ მანამდე არ მოხდება, ანუ შაბათ-კვირას გიორგის დაზარალებულად ცნობა, უკვე ამ ჩვენების საფუძველზე მოვითხოვოთ ყისიერად დაუყოვნებლივ ორშაბათს მისი დაზარალებულად ცნობა და შესაბამისად საქმის მასალების გაცნობა. დღევანდელი გამოკითხვა იყო გაცილებით უფრო დიდი ინფორმაციის შემცველი, ფაქტობრივად ნაბეჭ თაბახფურცელზე ეს არის 8 გვერდი, უფრო დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი არა მარტო მერვე დაწესებულებაში, არამედ მისი ტრანსპორტირებისას, ასევე ვივამეთში და უკან დაბრუნებისას. ფიგურანტები, ახალი ფიგურანტები ამ საქმეში არ არიან, უბრალოდ დაზუსტებულია გარკვეულ პირთა ვინაობა, რომლებსაც მიუთითებდა მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც საჯაროდ
გავრცელდა. იუსტიციის სამინისტრო არის უწყებრივად დაინტერესებული ინსტიტუცია, რომელიც არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს, იმიტომ რომ ამ საქმეში და სავარაუდო დანაშაულებებში მონაწილეობაზე პირდაპირ უთითებს გიორგი ბაჩიაშვილის სწორედ ციხის თანამშრომლებზე. რის მცდელობას ხედავთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში ტელეკომპანიების მხრიდან? დღეს ვიგებთ იმის შესახებ. სავარაუდოდ ეს არის მცდელობა იმის, რომ ის რაც მოხდა გიორგისთან საკანში წარმოაჩინონ როგორც ორ სუბიექტს თანაბარ სიბტყეზე მყოფ ადამიანებს შორის არსებული დაპირისპირება, რომლის დროსაც ორივე მხარე დაზიანდა და ხელისუფლება თავის ვალდებულებას ასრულებს და ორივეს მკურნალობს. ეს არის რაც შეიძლება იმისთვის რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმა წარმოაჩინოს ორ პატიმარ შორის დაპირისპირებად ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მედია საშუალებების შემდეგ საქმეში უკვე მედიკოსებიც ჩართოს. ცოტა ხნის წინ კომენტარი გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. ეს კომენტარი ეკუთვნის გლდანის ციხის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელს. კომენტარში კი ყურადღებას იქცევს სწორედ ის ნაწილი, სადაც მედიკოსი საუბრობს პატიმრებს შორის დაპირისპირებაზე. ეს კომენტარი შეიცავს გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას. ამ ნაწილში კი მედიკოსი აღნიშნავს იმას, რომ ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და შეიმჩნევა გაუმჯობესების ნიშნები, რის შესახებაც დღეს ადვოკატების აღნიშნავდნენ ბაჩიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ორივე მჟავრდებულ. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, ისევე როგორც გბ-ის შემთხვევაში ინციდენტში მონაწილე მეორე მჟავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა მისი სტაციონირებაც და იგი მოთავსებული იქნა პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში. არსებული დაზიანებისა და აღმოცენებული კლინიკური სიმპტომების შესაბამისად მას დღემდე უტარდება შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და საჭირო მკურნალობა. ამ ეტაპზე ორივე მჟავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმის გამო რომ გიორგი ბაჩიაშვილს არ აქვს დაზარალებული სტატუსი, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დროისთვის შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა, დევს თუ არა საქმეში ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლებიც წესით მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს და რომელთა გამოყენებითაც უნდა დაადასტურდეს ან ის ვერსია, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი ავრცელებს და რომლის მიხედვითაც მას სამარტოო საკანში ყოფნის დროს თავს დაესხნენ, ან ის ვერსია, რომელსაც ავრცელებს ქართული ოცნება და რომლის მიხედვითაც საქმე ჰქონდა ორ პატიმარ შორის დაპირისპირებასთან. გაასაჯაროებს თუ არა ამ კადრებს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისად ამ დროისთვის ასევე არის უცნობი, ამაზე მეტი დეტალი ცნობილი გახდება ორშაბათს, მას შემდეგ რაც დაზარალებული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები შესაბამისი მიმართვით პროკურატურაში მივლენ. მანამდე კი გეტყვით იმასაც, რომ ადვოკატების მოთხოვნად რჩება ისიც, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებიდან გადაიყვანონ რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებაში, რადგან აღინიშნა, რომ უსაფრთხოება გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის დაცული არ არის და იმისთვის რომ გამოირიცხოს მასზე განმეორებითი ფიზიკური თავდასხმა, დღეს ბაჩიაშვილის ადვოკატებმა შაბათ კვირას ვიზიტის თხოვნით სახალხო დამცველსაც მიმართეს.